გამარჯობა მოგესალმებით, მინდა გითხრათ, რომ მე მგონი გუშინდელი თემის გაგრძელება გვექნება დღეს, ყოველ შემთხვევაში პირველ ბლოკში ნამდვილად აი ამ რუსეთთან ურთიერთობაზე გამოწვეული საუბარი გვექნება ბატონ გოჩაფიქიასთან და ბატონ გერმანე ფასოციასთან. მეორე ბლოკის სტუმარი იქნება ქალბატონი რუსუდან კერვარიშვილი, ქალბატონი გოგული მაღრაძე და თუ არ ვწდები ქალბატონი ნინო ციხისარი ზუსტად არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რაღაცა საოჯახო ძალადობაზე გვექნება რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა გითხრათ ორივე ბატონს ჩვენთან მოგზაურობისათვის. სიმართლე გითხრათ, აი გუშინ მე გაუცხებული ვიყავი იმ შევჩენკოს ინტერვიუზე, ალიაში ეწერა ქრონიკაში, ეს იგივეა, ეწერა ძალიან უცნაური ფრაზა, რომ თუკი თქვენ ნატოს ეზახავთ, საერთოდ აღარ უნდა გქონდეთ იმედი აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისაო, ეს იყო ამ ადამიანის ერთ-ერთი სიტყვა და გუშინ სწორედ ბატონ ნავხაზ გულაშვილთან ამაზე ჰქონდა საუბარი. ორივე გითხოვთ ერთ-ერთს, რამდენად საფრთხე შემცველია ეს ყოველივე, მე ვიცი ბატონო გოჩა, რომ ქართული პოლიტიკა, ეს პოლიტიკური გაერთიანება ქართული პოლიტიკა, მე მგონი პირველები ხართ საქართველოში, ვინც სკეპტიკურად უყურებდით და აფიქსირებდით ამ სკეპტიციზმს ნატოსთან დაკავშირებით, რომ ეს არავითარი რეალური დაცვის მექანიზმი არ არისო. სიმართლე გითხრათ, ესაც შემიძლია გეკამათოთ ამაზე და მე ვფიქრობ, რომ აი კამათში უფრო და უფრო გამოჩნდება და ჩამოყალიბდება ხედვა, საით უნდა წავიდეთ ქართველები და სწორედ ამიტომაც მოგიწვიეთ დღეს თქვენ და ასევე ძალიან მინდა ეს ინტრიგა არის ბატონმა გერმანე ფასოციამ რატოღაც დაბაბრალა მე, რომელიღაც გაზეთში ზუსტად არ მახსოვს, რომ ობიექტურად კავკასიაო ხელისუფლებისგან იმართება ბატონო გერმანე აუცილებლად მინდა გითხრათ რატო დაასკვენით ეს, მაგრამ თქვენი რაღაც ამგვარი კითხვა იქა და მაშინ მე გეტყვის რომ ვიყვაცეთ ასეთი რამ რომ მოკლედ ხელისუფლების საქმეს ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად იღებათ თუ არაპირდაპირ აკეთებს ვინაიდან ისინი პრაქტიკულად რიგში დგას ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური პიროვნებები, ოპოზიციური ლიდერები და მათ თავიანთი მთავარი ფუნქცია, მთავარი მისია დაავიწყდათ და არიან ატუზულები და განანი გოდის დაუცხრობს საერთო დროს თქო, ახლა მოგეხსენებათ ეს იყო ძალიან ისეთი რბილი ირონია და მე მგონი თქვენ ესე იგი საერთო დრო აღარ გაგიჭირდებოდათ გული რო გწენოდათ ახამდე ამას ამდენად არ ვეტყიდა გული, მაგრამ მე რატომაც ფანერად წარმოვიდგინე რომ მოგეფერეთ რა, მოგეფერეთ. აქ დიდი მადლობა, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი ახლა ეს ორცინ გამოსაშვები კანტორაა თუ რა არის, ჩვენი სარბოა თუ ჩვენი ტელევიზია. ერთი არის აი გერმანე ბატონო ფილოსოფოსი ბრძანდებით და სიტყვა იყო რა. აი ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ გამართული აი სწორი ხედვა მოვლენებს. მე ვფიქრობ, რომ ეს დაწვირთვა აქვს საერთოდ მედიას და მე ვფიქრობ, რომ სასარგებლო არის, როდესაც საზოგადოება ინფორმირებული არის და ეს დაწვირთვა გვაქვს და სწორედ აი ამ თემაზე იმიტომაც მოგიწვიეთ, რომ პირველები თქვენ იყავით, ვინც გააჟღერეთ, რომ ყოველ შემთხვევაში რბილად რო თქვა გოჩა ბატონო, მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ თქვენ ეჭვი გამოთქვით, რომ ნატო იქნება დამცავი მექანიზმი და ეს უსაფრთხოების სისტემა, ის სისტემა არ არის, რომელიც ჩვენ აგვარიდებს საფრთხეებს. შეიძლება მართალი იყავი, შეიძლება ჩვენი სისრულით მოგვივიდა, რაც მოგვივიდა აგვისტოში, მაგრამ აი გუშინ ძალიან საინტერესო გუშინ წინ იყო ობამას განცხადება. რბილად რო თქვა, მედვედევს სიწყალი გადაასწორდა ურთიერთობის დალაგებაზე იყო მინიშნება, რომ უნდა თავი შეიკავოს რუსეთმა მეზობელ სახელმწიფოებთან აი ესეთი ქმედებებისაგან თავიუყა. რაღაცას ნიშნავს ხოლმე. თქვენი აზრი არის, მოდით აი ორივე ვისაუბროთ. ორივესთან მინდა საუბარი ამ თემაზე. რატო ხარ პესიმისტურად განწყობილი აი იმ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაზე? გერმანე, მოდით თქვენ ბრძანეთ. კი ბატონო. მაშინ უფლება უნდა მომცეთ, რომ პატარა კი ბატონო. პრეისტორია კი ბატონო, გავაკეთოთ. აუცილებელია ვინმეს რომ არ შეეხნას წარმოგენა იმის თაობაზე, რომ ეს თითქოს გაჩნდა გუშინ ეს იდეა და დღეს ჩვენ პირველად ასე ვთქვათ, პირველობის პრეტენზია გვაქვს. პრეისტორიის ფაქტი რაში ძევს ეს
კიდევ მეორე თემაა და ალბათ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ის თემაც დაიშალოს. ეს არის კავკასიური ნეიტრალიტეტის თემა, რომელზეც ფიქრმა ჩვენ სხვათა შორის მოგვიყვანა აქამდე და გვინი ამისა იყო გუშინდელი მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის საელჩოს წინ გაცხადდა. 11 წლის წინათ აი ამ თემა ნეიტრალიტეტის თემა დავამბობ მე და გოჩა. სხვა ამბავია რომ 11 წლის წინათ გოჩა სრულიად ახალგაზრდა მაწვილი გახდათ, მაგრამ მას უკვე ამერიკაში დიპლომატიური სამსახური მოლეული ჰქონდა. ამით იმის თქვა სულს, რომ 11 წლის წინათ მე სამჯერ და ეს თქვენ თქვენი მეხსიერების წყალობით ვიცი მე თქვენი ასე ვთქვათ მეხსიერების ამბავი ძალიან კარგად გახსოვთ და მაშინაც გაცხადებულა ეს თქვენი ეთერი. მე აღამოჩნდა წარუდგინე კონცეფცია კავკასიური პარლამენტისა. აი სწორედ მაშინ გაუჩნდა გოჩას ინტერესი, მაგრამ მაშინ ნეიტრალიტეტზე ცხადია საუბარი არ იყო. მაშინ იყო საუბარი თუ როგორ უნდა გაერთიანებულიყო კავკასია, როგორ უნდა გასრულებულიყო ბროველიდან მოყოლებული და გამსახურდიას დიახ შემდგომ ეს იყო აი უდიდესი ასე ვთქვათ რეანიმატორი ამ საქმის და მეც რაღაც ჩემი მოგზალებული წვლილი მინდოდა ამაში შემეტანა და ჩემს ძმანათთან ერთად სამწუხაროდ ერთი უკვე არა ცოცხალი საუბარი მაქვს თორნიკე ფიფიაზე, მეორე აგერარი ფიზრი ალდამოვი და პიროვნება რომელიც ჩამოშორდა ამ იდეას და ჩამომშორდა მე, მაგრამ მაშინ ჩვენთან იყო მე არ შემიძლია ეს ასე ვთქვათ არ გავეხსენო ეს გახდა ბორის კაბუბავა ცნობილი. ჩვენ სამჯერ შემოვიარეთ მთელი კავკასია. სამჯერ ვიყავით აზერბაიჯანში და ერთხელ გავხდით სომხეთში, სადაც მეორე და მესამე სტუმრობას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოეწონათ ეს იდეა, ერთადერთი ვინც ღიად უარი განაცხადა ამ იდეის რეალიზაციაზე და მხოლოდ ერთი მოტივით. ეს ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩვენ ვართ რუსეთის პარტნიორები, ასე განაცხადა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენთან შეხვედრის დროს. სხვა ყველა სუბიექტი და მაშინ უკვე პირველი ომი დასრულებული იყო, გეუბნებით 97 წელია. იდეა კავკასიური ერთობისა, იდეა კავკასიური სახლისა და იდეა კავკასიის უნიკალობის, განუმეორებლობის, კავკასიის ნაკრძალად გამოცხადების, ხოლო ისეთ ნაკრძალად და სხვა შორის ამან ყოველივე წინა არჩევნებში, ახლანდელ არჩევნებში, უბრალოდ საპარლამენტო არჩევნებში პოვა ასახვა ქართული პოლიტიკის საპროგრამო დოკუმენტებში, სადაც ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ კი ბატონო, ნებისმიერი დაგვეხმაროს ჩვენ აი ამ მუზეუმის შენობის რესტავრაციაში, მკვიდრად დაფუძნებაში, მაგრამ ნუ შეეხებიან ექსპონატებს. ანუ თავისთავად ერთადერთი მართლაც ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვიყავით იმ 12 სუბიექტთან, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ნატოს იდეას და რომელიც ღიად ამკვიდრებდა ასევე ნეიტრალიტეტის იდეას. ასე რომ მე არ მინდა ახლა აქ რა ცხადია არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ხონიგმარმა დაასწრო ნუთუბიძეს თუ ნუთუბიძემ აღმოჩნდა რომ დროში ნუთუბიძეს ლაპარაკია აღმოსავლური საკითხი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იდეა ჩვენი იყო და აი ჩვენი ასე ვთქვათ პოლიტიკური მეგობრობა საქართველოს ისტორიას მოიცავს. ისტორიას და ეს